გააქვთ რაიმე ისეთი თვისება, რომელიც თითქოს მუდამ ქვემოთ გეკაჩებათ და ვერაფრით ვერ მოიშორეთ. აი ის, რის შესახებაც სხვები გეუბნებიან, მოიშორე რა, ეს ძალიან ცუდია. გსმენიათ სუბლიმაციის შესახებ. ჩვენი ნებისმიერი თვისება, ცუდი თუ კარგი, ჩვენი გამოცდილების შედეგია. ეს არის გზა, როცა ჩვენში არსებულს ძალად ვაქცევთ. აი ფაზლი რომ წარმოვიდგინოთ, თუ არასწორ ადგილას ჩავდგამთ, ყველაფერი აირევა. მაგრამ თუ სწორ ადგილს მოვუძებნით, ფროიდი ამბობდა, რომ სუბლიმაცია ნიშნავს გარდაუქმნათ ის ენერგია, რომელსაც ჩვენი განადგურება შეეძლო შემოქმედებაში. მაგალითად, აგრესია შეიძლება სპორტში ან ხელოვნებაში გადავიტანოთ, კონტროლისკენ სწრაფვა პროექტების ორგანიზებაში. შური შეიძლება ამბიციად და განვითარების სტიმულად იქცეს. სუბლიმაცია ეხება ტრავმასაც. აი ხომ ხშირად ხდება ცხოვრებაში, რომ რაღაც ცუდი მოხდა, მაგრამ ზოგი ადამიანი ახერხებს ამ ცუდისგან კარგის მიღებას. დაფიქრებულ ხართ როგორ? სუბლიმაცია ყველაფერს ეხება, იმასაც კი, რაც საშინლად გვეჩვენება. პარადოქსულია, ხო, რომ ყველაზე მძიმე თვისებები არათუ ნაგავია, რომის მოშორებაც გვჭირდება, არამედ მოზაიკის ნაწილი. მათ გარეშე სურათი არასდროს იქნება სრული. და როგორ დავიწყოთ? პირველი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, მიღება. როცა ხედავთ საკუთარს და გულწრფელად ასახელებთ მას. სწორედ მაშინ ჩნდება შესაძლებლობა ენერგია სხვაგან მივმართოთ. არა ბრძოლა საკუთარ თავთან, არამედ მოზაიკის ნაჭრის სხვა ადგილას გადატანა, რომ ამან თქვენ სასიკეთოდ დაიწყოს მუშაობა. კომენტარებში დამიწერეთ, დაგაინტერესებთ თუ არა ამ თემამ და თქვენს რომელ თვისებას გაუკეთებთ სუბლიმაციას. ნახვამდის.